რუსეთში ქართველების ეთნიკური ნიშნით დევნამ 2000-იანების შუა წლებში თავის პიკს მიაღწია. ქართველებს პრობლემებს უქმნიდნენ ქართული გვარის გამო ნებისმიერ სახელმწიფო სტრუქტურაში ჩემი ნათესავები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან, მაგრამ ეთნიკურად ქართველები, იძულებულები გახდნენ ბიზნესი გადაეფორმებინათ რუსული გვარის მატარებელზე, რომ პრობლემები არ შექმნოდათ. ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა მოყვა, რომ შსს მას მოთხოვა და სხვა სკოლის დირექტორებსაც მიეწოდებინათ მათთვის ქართული გვარის მქონე ბავშვების სია. ნაცისტური თავდასხმები იყო ძალიან ხშირი, მაგალითად ჩვენი ერთ-ერთი ეკლესიის მრევლის ძმა ასე აჩეხეს სკინჰედებმა მეტროსთან რო გამოდიოდა, საკმაოდ ხალხმრავალ ადგილას პიკის საათის დროს. უამრავი მოწმის თვალწინ 40 ჭრილობა მიაყენეს, თან თავის ცოლს ელაპარაკებოდა ეს კაცი, ანუ ცოლმაც მოისმინა, როგორ ფაქტობრივად ლაივში დაუჩეხეს ქმარი და ამის გამო ფსიქიკური პრობლემებიც შეექმნა. რა თქმა უნდა, ეგეთი საქმეები არ გამოიძიებოდა. ყველას ძალიან კარგად გახსოვთ ქართველთა მასობრივი დეპორტაციები, პირდაპირ სატვირთო თვითმფრინავით, როდესაც ერთ-ერთი ქართველი დაიღუპა კიდეც გულის შეტევით ქალბატონი და შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში ჩვენ ეს საქმე მოვიგეთ კიდეც რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა რუსეთს დიდი ხანი არ უნდა და კომპენსაციის გადახდა. და აი ამ მთელი ამ ჩაგვრის პარალელურად შენ რომ იქ რამე გეთქვა, თუნდაც ყველაზე უწყინარი პრეტენზია, პროტესტი, რამე გაგესაჩივრებინა, სახელმწიფო სტრუქტურების და ხალხის გეუბნებ და წაეთრიე, საიდანაც ჩამოეთრიე, თუ არ მოგწონს აქ რაც და როგორც ხდება და ჩამოთრეულებს და ჩერნაჟოპებს გვეძახდნენ. მეც ძალიან კარგად მახსოვს ეს, დავდიოდი იქ სამკურნალოდ და ბავშვი კი ვიყავი, მაგრამ ეს ყველაფერმა ჩემ წინაშე გაიარა. დღეს, როდესაც რუსები ჩამოდიან საქართველოში და თავს ლტოლვილებს უწოდებენ, ისინი ყველაფერს მოითხოვენ, სტუმართ მასპინძლობას როგორც კუთვნილს ისე იღებენ და თვლიან, რომ ჩვენ მათ წინაშე ვალდებულები ვართ. და ყველა ვალდებულია გაითვალისწინოს მათი საჭიროებები და შეასრულოს მათი მოთხოვნები. და ჩვენი სახელმწიფოც უფრო კეთილგანწყობილია მათთვის, უფრო გამსჭვალულია პატივისცემით მათი მოთხოვნების მიმართ. თორემ ის, რომ მაგალითად ქალაქი უნდა იყოს სუფთა, მოწესრიგებული, რომ ინფრასტრუქტურა უნდა იყოს გამართული, ჩვენც ეს გვინდა საქართველოს მოქალაქეებს, მაგრამ ჩვენ მაინც არავინ არ გვისმენს. თუნდაც ბარებში, კლუბებში აუცილებელი არის ხმის იზოლაცია და ნებისმიერ ისე დაწესებულებაში, ევროპაში, ამერიკაში ყველგან ესეა, ღამის კლუბების ხმას ესე საცხოვრებელი სახლებიდან ღამე ვერ გაიგონებ. მაშინ, როდესაც საქართველოში ეს არის ნორმა, ჩემს აღთანაც არის ერთ-ერთი ბარი, წელს კიდევ კარგი რაღაცნაირად გვიმართლებს, მაგრამ შეიძლება ჩვენ ქარი არ უბერავს, თუ რა ვიცი რა არის, მაგრამ წინა წლებში აკლებულები ვიყავით ღამის 2, 3, 4 საათამდე, მუსიკა იყო და ჩაწევას არც კი კადრულობდნენ. და მივადექი ახლა მთავარ თემას, რომ დამპყრობელს, დაპყრობილი ერი ხშირად უკეთყავს შესწავლილი, ვიდრე თვითონ ამ დაპყრობილ ერს საკუთარი თავი. ასე არიან რუსები. რუსებს ჩვენ ძალიან კარგად ყავართ შესწავლილი. და ჩვენ კი, როცა ვცდილობთ ჩვენი თავის შესწავლას და ჩვენი ცუდი თვისებების მხილებას, ჩვენივე თანამემამულეები ერთმანეთს ვქოლავთ და ვამონათებთ, რომ რას ქვია, როგორ კაცო, როცა სადღეგრძელოებში ვიძახით, რომ ქალის კულტია საქართველოში და ქალს პატივს ვცემთ, რას ქვია ჩვენ ვამბობთ, რომ ქალი იჩაგრება. არა და ამ დროს ქალი ნამდვილად იჩაგრება საქართველოში. ამის კარგი მაგალითი არის თუნდაც გაუპატიურების კანონმდებლობის გამკაცრებაზე, როგორი უაზრო და კომენტარებიც მოდის, რომ რას ქვია ახლა სექსისწინო კონტრაქტს ხელი უნდა მოვაწეროთ თუ რა ხდებაო. ზუსტად იმიტომ, რომ რუსეთს ეს შესწავლილი აქვს, ჩვენი ეს თვისება, რომ ჩვენ სადღეგრძელოებში კი ვამბობთ, რომ ქალი გვიყვარს და პატივს ვცემთ, მაგრამ რეალურად არ ვართ თანასწორი საზოგადოება. ამიტომ არის, რომ შემოგვიგდეს ანტიევროპული პროპაგანდა იმ გაგებით, რომ რაღაცა ოჯახურ ტრადიციებს ებრძვის ევროპა, ქართველობას გართმევთ და შემოგვასაღეს, რომ ჩვენთვის მისაბაძი უნდა იყოს კადიროვის ჩეჩნეთი მაგალითად. სხვა ქვეყნებში, სადაც უფრო სოციალური უთანასწორობა აწუხებს ხალხს, იქ შეაგდეს, რომ დასავლეთი არის კოლონიალიზმი და კაპიტალისტები არიან და იქ უფრო სოციალისტური, ესე ვთქვათ, მიზნებით და სოციალისტური არგუმენტებით დაუპირისპირდნენ დასავლეთს. და ჩვენთან ზუსტად ეს რომ იციან,
ჩვენთან აი ეს კონსერვატიზმის კარტს ათამაშებენ და ამ თემით გვაპამპულავებენ სინამდვილეში და სანამ ჩვენ ამას არ ვაღიარებთ, რომ ჩვენთან უთანასწორობაც არის, ზოგადად როცა პრობლემა არ არის რაღაც თემა, ხო? მასზე ოპონენტები არც ჩნდებიან. ქალის უფლებები რო არ იყოს საქართველოში პრობლემა, ამ თემას ამდენი ოპონენტი ესეთი მგზნებარე თან არ გამოუჩნდებოდა. მაგრამ ის რო არ ვარ თანასწორი საზოგადოება, თუნდაც იქიდან ჩანს, რომ რავი, კაცი რო გასაცნობად წერს და მე რო იგებს რომ შიშემ ქალი ხარ, უცებ რო ქრება და გბლოკავს. ეს უბრალოდ ერთ-ერთი მაგალითი არის აი იმ არსებული უთანასწორობის, რომელსაც ჯერ უნდა ვაღიაროთ და შემდეგ უნდა ვებრძოლოთ, რომ სხვამ აი ეს ჩვენი უფრო ახლო აღმოსავლური აზროვნება ჩვენივე წინააღმდეგ არ შემოატრიალოს და არ გამოიყენოს.